და ლაბუბუზე ესეთი ობსესია როცა ხარ 15 პლუსი. უცებ მადგება უშველებელი კაცი და გამომყევიო იქით რა. ვაკვირდები და ვინ არის? თაკო ლოჩაშვილი. დავით მიგდებს ლინკს რა აქ უნდა დარეგისტრირდე რა შევიდეთ ვასიანზე. ზოგიერთი ყიდა თავიანთ არ არის. მაგრამ მე ამეთ ჩემ ტელეფონი გაგიჩქნავს. Be real. კი. გამარჯობა მეგობრებო როგორ ხართ? გამარჯობა. Fuck you. უკეთესად შენ თქვენ. როგორ მიდის ჩვენი საქმეები დღეს წვიმს და მე წვიმაში გამოვედი სახლიდან Colgate და მოვედი. ანუ რამდენად მარტივად გაყოლფერი აზრა და სანამ მოვედი. წავისე. I'm not gonna კომენტარს ამაკეთებ. Fake tan და მაცვია თეთრი მაიკარეთ. არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება და სუნი აქ ცუდი. არც თუ ისე ცუდა. იმიტომ რომ გიყვარს ჩემი კანი. მაგრამ ვაფშე არ გეტყობა და რომ fake იყო. იმიტომ რომ 1 საათის წინ წავისვი და ცოტა ხანი ჭირდება. Oh my god, ხასია ჩვენ ახლა British gal. მეტყობა? არა ხელთათვანებით ვისვამდი. ხა მაგრამ ხელზე? იმენა იგონებს ხალხო, მაგრამ ხვალ ვიქნები Tesla ჩავიდე ჩემთვის ZIS fake tans აქ გულაობის სუნი. აი საზღვარგარეთ როცა მივდივარ მარტო მაშინ ვისვამ, იმიტომ რომ სხვა ყოველთვის მეზარება. ყველგან მქონდა გახსოვს ამსტერდამში ხელებზე რომ დამავიწყო წასმა თეთრი ხელები მქონდა და ყვითელი ტანი. აი კი. მაგრამ ეგ თემატიკას ჩაჯოქი ამსტერდამის, ამიტომ you're good. Okay. და ეხლაც იმედი მაქვს გავშავდები. დღეს მივდივარ სტამბულში 3 საათში უნდა ვიყო უკვე თვითფრინავში, არა 4-ში. და დავითმა ბოლო წამამდე მომიტანა გადაღება. და ხალხო I'm running errands the entire day და თავი მგონია რომ what LA-ში და იხო ხდები ჩხილებზე რომ გარბი ხარ და მე რომ მიყვარს ეგეთი დღეები Trader Joe's და Trader Joe's ორინაბიჯი არა ეგ არის Tesla Trader Joe's არა ვიცი ვიღადავე Walmart okay ვიღადავე so that was what I did today what about you ანუ ბოლო წამამდე მოიტანო გადაღება რომ ამბობს ანა ციგნაძე მინდა ის გაითვალისწინოთ მეგობრებო რომ over the weekend არსაიდან გამომიჩნდა რაღაც არა ადამიანური ვირუსი რამაც დამაქვეითა ჩვეულებრივად და ამაზე ანა მომიტახა უდიდესი დრამა რომ რატო გადადეო შუთინგიო როცა ანუ მქონდა უდიდესი დრამა 39 გრადუსი მქონდა ხალხო ახლა ხო ვლაპარაკობ და ცოტა მეტყობა ხმაზე ხომ მეტყობა ცოტა ხმაზე რაღაც კი და შენ ძალიან ცდილობ რომ დაგეტყოს ხოდა თან ცოტა ვიბახებ ხმას რა მაგრამ ანუ 2 დღის წინ იმენა ფიზიკურად ვერ ვლაპარაკავ და ეგ ერთადერთი რაღაც არის რაც მჭირდება რომ ეს ჩემი საქმე შევასრულო აქ და რატო დამემართ არ ვიცი შაბათს ვიყავ იცი რატო მუდმივად მეგის დაჯმაში ხარ როგორც ვიდები ყოველ მეორე დღესა და ანუ მარტო კარმა ერთხელ რესტორანში ვიყავით და გარეთ გამოვიდა ჩემთან ერთად პროსტო ისე ზაპაძერსკუ მოსაწევად და არ ეწევა თვითონ და ანუ ვაი მე მგონი გავწვდები თუ რაღაც და ანუ არაფერი არ ჭდა ხალხო და მეორე დღიდან ჩაწვა ერთი კვირით ერთი კვირა იწვა გოგო არ გვინახავს ანუ შაბათს ვიყავი ჩვენი მეგობრის მემეს სანახავად ქონდა პერფორმანსი ბასიანზე და ეგ პერფორმანსი იყო მოდი ჯერ ერთ დავიწყო თავიდან ყველაფერი გიჟივით ვცდილობდი მთელი დღე ვაჯერებ ანას რომ მეთქი ანა გთხოვ წამოდი რაღაც უეჭველთან მინდა რომ ანუ ეგ გამოვცადო რა ანა როგორ იგრძნობს პირველად ცხოვრებაში თავს ბასიანზე და ანუ მეთქი like I'm trying to make this happen. გოგო მეუბნება რომ ვერიფიკაციას არ მეწლევენ, ირკვევა რომ არა ვერიფიკაციას რატო არ მეწლევენ? დავით მიგდებს ლინკს რა აქ უნდა დარეგისტრირდე რა შევიდეთ ვასიანზე რა რეგისტრირდები იქ არის ერთი კითხვა რომ თქვენი სოციალური ქსელის ლინკი ჩააგდეთ და ფიქრობ ანუ აი რაღაც მგონა რომ იმას ვავსებდი რა რაღაც აპლიკაციას ახალი სამსახურისთვის და მეთქი LinkedIn-ი არ გვინდა მოდი Facebook-ს გავგზავნე და Facebook-ი ჩავალინკე და გავუშვი რა და მე ჩვენ მერთმა მეგობარმა მაგეროს გაგზავნა ეგრევე დათანხმდნენ აღმოჩნდა რომ Instagram-ით და მე Facebook-ით 2 დღემ ჩეკავდნენ ეტყობა რომ ამ გოგოს შიქო არა აქ რა Facebook-ის ლინკი გამოაგზავნა ანუ თავი ანუ ნო ჩამომეკიდა ხალხო რომ მითხრა რომ Facebook-ი გააგზავნა მეთქი this is unreal ანუ მეთქი Instagram-ი ძალიან პერსონალური სივრცეა თქო და არ მინდოდა რომ ენახოთ პერსონალური სივრცე რომელიც არც დახურული Instagram-ი არა აქვს
არც იშვიათად პოსტავს. არც თორებს არ დებს ხოდა იშვიათად. აი რაღაც არ მინდა და ჩემი personality ძალიან როცადნადად. You want to მე keep it კაროჩე mysterious? მეთქი არ მაძლევენ. თქო და ფოტოს ვუგდებ, რომ აი ეს დამპლები როგორ არ მაძლევენ და თურმე ანუ მომცეს ვერიფიკაცია და უნდა დამეჭირე რაღაცას, რაც Subscribe-ზე. რაც წინასწარ უკვე უთხარი რაზეც უნდა მაგრამ დაიჭირო. ბოლოს ის იყო რომ მაინც ვერ წავედი, იმიტომ რომ I was booked and busy. შეიძლება ვთქვათ რატო იყო თუ არა? კი, თქვი. ხალხო ვირა დღეს ანე ციგნაძე დილის 9 საათზე იყო ჩაწერილი კლინიკაში რომ გაიკეთებინა კორტიზოლის ანალიზი. იმენა ვერ იმახსოვრებ მაგ სიტყვას რანაირად დაიმახსოვრე. იმიტომ რომ ის ფაქტი რომ კორტიზოლის ანალიზზე ვინმე დაგიბარა მაგაზე მეცნიერება ჯეროს ერთი როგორი მარაზმი არის ყველაფერი და თან ანუ მე ჩემი ექიმი მაგას ვუბრუნებოდი ანას რომ ჩემი ექიმმა მითხრა რომ კორტიზოლის ანალიზი რომ გაიკეთო ძირითადად მოდიან შენთან სახლში რა იმიტომ რომ გაიღვიძებ ძალიან მალევე უნდა აიღო ეგ ანალიზი რომ ზუსტი პასუხი იყოს რა და ახლა შენ თუ მეტროში ჩახვედი ის ესა 9-ს გადაიარე ეს ხალი მეუნება რომ დილითო კბილებსაც ნუ გამოიხე ხაო რომ არ უნდა იყოს ფიზიკური დატვირთვაო საერთოდ და მე დილით სანამ გავემზადე რაღაცა გავედი ავტობუსში ჩავჭექი მეტრომდე ჩავედი მეტროთი წავედი მეორე ხაზზე გადავედი და კბილები არ გამოიხე ხო რაც თავია მე მაინც გამოიხე მე კი რაღაც და ანუ ეს იყო ახლა ერთ-ერთი მიზეზი რა ნუ მან სხვა მიზეზებიც იყო მაგრამ whatever it's okay მე წავედი მე უკვე რაღაც ვგრძნობდი რომ ნიტოდ ვიყავი რა ანუ აი უკვე მქონდა ჩემოთ ნიტოდ წინა გზნობა მქონდა რომ ანუ ფიზიკურ დონეზე უკვე სულად გრძნობდი თავს მენტალურად ხო შენ დამემატე შენი ნაკლებობა give it so cute და წავედი ვნახეთ ჩვენი საერთო მეგობარი ვიყავით ფაბრიკაში მე გადავედით left bank-ში და left bank-ში იყო ძალიან ხმამაღლა მუსიკა ნუ რასაკვირველი იმიტომ რომ კლუბია და მთელი 12-დან 3-მდე ვიყავით left bank-ში, იმიტომ რომ კი არა ხო 3-მდე, იმიტომ რომ 3-ზე იწყებოდა მემეს გამოსვლა. და ძალიან დიდი მადლობა უნდა მომიხადოს მემემ, რომ ვაფშე მე ადამიანი რომელიც მართლა 9 საათზე ვიძინებ, რომ 3-მდე გავკაჩე. 3-მდე გავკაჩე და არ დამილევია რა პონტი იყო, მომიყევი, არ მოგიყოლია. ანუ მთელი დღე ჯერ left bank-ში რომ ვიყავი ხო ლაპარაკობდი, იმიტომ რომ ვიღაც მეგობარი გამაცნა. ხახო ვიროდი ბოლო ხმაზე რომ ერთმანეთი გაგვეგო რა და ანუ მთელი ღამე რომ ამ ლაპარაკში გავატარე იოგები იმენა ჩამეხლიცა. ბასიანზე რა ხდებოდა? ბასიანზე ზუსტად ჯერ ერთი იყო უდიდესი რიგი. ოღონდ ხო გქონდა ინვაიტები და მე მგონია რომ როგორც ყოველთვის არის მარტივად გაივli რიგს. არა, ყველას ინვაიტი ქონდა და ანუ ის რა ის სადაც მე მომცეს ჩემი Facebook-ით, ანუ ყველას აძლევდნენ. და მაგრამ შევუსწარი ბოლო წამს მოუსწარი რომ შევედი თუ არა main stage-ზე ეს ზუსტად მაშინ დაიწყო გამოსვლა. იყო საოცრება მართლა. ჩვენ ადრე გვითხრა ლადოში როცა ვიყავით მის მინი კონცერტზე, მაშინ გვითხრა კონცეფციის შესახებ რა. და ანუ მართლა ძალიან ფანი იყო. და ანუ აი მართლა კუკლასავით ეცვა. აი ვაფშე ძალიან გარემო განათება. ყველაფერი was like fucking cool. ესე იგი ხო მე ხომ ღერის და რაღაც ანუ ვოკალის ყველანაირ range-ს გაჩვენებს. და ნუ ვისაც ვინც ნამყოფი ხართ იცით რომ main stage-ზე აი გვერდებზე არის ცოტათი ამაღლებული ნაწილიც რა სადაც მოჯერთან შეგიძლია იდგე. ეგ გადაკეტილი იყო ხალხო და ვხედავ ვის ვიღაც ანუ ყავდა ანუ ცირკის კონცეფცია ქონდა იყო ორი ტყუპი გოგო ერთი კიდე ლამაზი გოგო და კიდე ცოტა მოშორებით იქით იყო ერთი გოგო რომელიც მეჯლისის ცეკვასავით ცეკვავდა და ვაკვირდები და ვინ არის თაკო ლოჩაშვილი ცეკვავდა თაკო ლოჩაშვილი ხალხო ჯერ ხო ისეთ ვიძე იყო მართლა ისეთი ეგ მომწერა რომ ისეთი სკინი არისო ჩემი გოლის გასახეთ რა თქმა უნდა და ანუ the moves იმიტომ რომ მინდოდა შემენახა რაღაცა პოდკასტისთვის the moves თან ანუ ესე ყავა რა ქვია მარაო და რაღაც აი ანუ იმენა ჩანდა გამოყოფილიყო ხალხისგან და გამოყოფილი ხო იმიტომ რომ ყველა ვიყავით ქვემოთ და ისინი იყვნენ ასე ზემოთ რა თან მოაჯერს ძალიან თესლად რა და მე კიდე მეორე სონგი ვერ დაიწყო ყველა ჩამოვიდა და მე აი center stage-ზე ამოვიდნენ და ანუ აი ყველა წინაშე ანუ it was fucking amazing და მოშე თუ არ საშწავეთ და ძალიან კარგად მეძინა და გავიღვიძე და უკვე ჩვეულებრივად ცუდად ვიყავი ანუ კაი იყო ძალიან კარგი იყო ანუ გამოვაკლდი Okay, next time you bitches. Club-ზე მოდი ერთი ყველაზე iconic ისტორია გავიხსენოთ. ბერლინში ვართ, მე და ჩემი მეგობარი ზალა, იმენა ზალა ქვია გოგოს და ანუ მთავარ კლუბს რა ქვია არ მახსოვს, აი სუშაობი რა უნდა გეცვა. ვერ გაინი. ხო, მანდ ვერ წავედით, იმიტომ რომ არ შეგვიშვებენ რა, იმენა არ შემიშვებდნენ. ხო და მეორე არის რა, პოპულარობით მეორე სახელი თქონდა, არა, მაშინ მესამე. სახელი თქონდა არ მახსოვს და მან წავიდეთ და წავედით, ხო, არის რომელი თვე თებერვალი.
და ვდგავართ რიგში და იცი რამ ხელარიგი არის აი არ ვიცი უზოლმოდ და ნუ გზაში გავიცანით ესტონელი გოგოები ძალიან კარგად ვერთობით იმ რიგში როგორც იქნა შავედით და კლუბში ვარ პირველად წარმოიდგინეთ და დამიკრეს ტელეფონზე სტიკერი რა ფოტო არ გადაიღო მაგრამ ეხა ясно და რა მიქვია სერიოზულად ეგ ამბავი და იქ ძალიან მოწყენილობა იყო ჩემთვის იმიტომ რაღაცნაირი მუსიკა ყველა გასული არის ვაფშე ანუ აი რა კატეგორიის ხალხია ჩემამდე არ დადის მე სრულიად ფხიზელი ვზივარ და ვუყურებ ამ ყველაფერს და მეთქი fuck me რა მინდა აქ და მეთქი ნუ კაი სტორი მაინც დავიტო რომ აქ ვარ და რაღაცა და მოხსენი და ვიღებ სტორის ჩემ პოინტში უცებ მადგება უშველებელი კაცი და გამომყევიო იქითო რა ანუ როგორ შემეშინდა deserved როგორ შემეშინდა და ყველა წერტ კომენტარში deserved და მეთქი და ანუ გამიხსენია ტელეფონიო რა მეთქი არაფერი გადამიღია რა გაგიხსნა ნუ გამახსენია წაშლილებიდან წაშალა და მივყავარ გარეთ მიმათრევს რა და მეთქი კურტკა მაგ დატოვებული აქ თქო რა არ ამაღებინა კურტკა ეს ზალა და ესტონელი გოგოები უკან მომზდავენ რომ მიშველონ ამისგან ნუ არაფერი გარეთ გამომაგდეს და ჩაოლებრივად ამათ უთხარი რომ მეთქი კურტკა თქვენ აიღეთ თქო რა ჩემი კურტკის რიგიც ძალიან დიდი იყო მე რა იქ და სადღაც 9 საათი მე გაყინული მოკლეკლავიანი ველოდები გარეთ და თან ვეჩხუბები სხვა დაცვის თანამშრომელს რომ მეთქი რა პონჩი მაგდებს თქო ამიტომ თან მეშინია იმიტომ რომ აი რაღაც გერმანელები სხვა ტიპები არიან რა იტალიაში არ შემეშინდებოდა მაგრამ იმენა შემეშინდა რაღაც გული ამიჩქარ და ხმა მიკანკალებ და მეთქი ღმერთო რატო გავაკეთე ეს და ნუ მე წამოვედით ყველა იმიტომ რომ არ შემამპრინეს რა თქმა უნდა იყო ეგ იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი რომ არ უნდა დაარღვე კლუბის წესები რომ უფრო თესლად უნდა გადამეღო ფოტო რომ ერთად ბიჭო კამერები ქონიათ ნახდად არ მეკონა ანუ თან როგორი რომ კამერები კი არა აი წამე ეგ საქართველოშიც მოხდილი არის რომ ყოველთვის კლუბში არის 1-2 ადამიანი ვინცაც ანუ ვერ მიხვდები ნუ თუ არ იცნობს ტავს ისე ვინც დადის და უბრალოდ გაკვირდება რა საკეთე ტელეფონზე შეიძლება ეგ პონტი იყო მაგრამ ანუ თან ვიცოდი რომ შეიძლება დაინახათ და შევეცადე რომ არ დაინახათ მაგრამ იმენა დამინახეს მე მეგონა ისეთ პონჩი გაიჭდა რომ აი მე რო თეატრში ფლეში მერთვება რომ ვიღებ რაღაცას არა ის ძალიან თესლად ვაკეთებდი მაგრამ არ გამოვიდა ხალხო ძალიან ვინერვეულა და აი მაგრამ კარგი მეგობრები შევიძინე. That's the most important part. იცი რა მინდა სანამ დამავიწყდა. კაროჩე ვუყურე ახალ სერიალს, რა თქმა უნდა არ უყურებდი Sirens ქვია. I think so. Julianne Moore იცი? კი. აი ძალიან პოპულარულია Netflix-ზე. Sydney Sweeney-ს რო თამაშობს? No honey. მაგრამ ის გოგო Sydney Sweeney-ს გავს მე მგონი და შენ. ძალიან კაი მინი სერიალი არის. მე მგონი 5 ეპიზოდი იყო. აი რაღაც ვიღაცაები წერდნენ რომ White Lotus-ის ვაიბი აქვს და მეც ვეთანხმები აი რაღაც მომენტში აქვს White Lotus-ის ვაიბი, ვიღაცაები აჭვამდნენ. ძალიან ლამაზი გარეკანია. ძალიან კაი სერიალია. იმენა უნდა ვყო. რაზე? აი არ დამასპაილერა. მე რას ვყვებით? ანუ ისეთია plot twist-ებით და რაღაცაებით რა. უფრო დასლი გინდა ვთქვა იმენა უფრო დასლი. ოღონდ უცნაურად თავდება. I don't know. უკეთესად ეპიზოდიანი სეზონი იყო? ანუ სეზონი იყო 5 ეპიზოდიანი და ანუ აი მეორე სეზონი როგორი უნდა იყოს არ ვიცი. ანუ 6 ეპიზოდი. ყოველთვის შეიძლება ახალის გამოშვება რა. მე დავიწყე 9 Perfect Strangers მეორე სეზონის ყურება. Nicole Kidman რო თამაშობს. Nicole Kidman თამაშობს ვიღაცა Nicole Kidman თამაშობს ყველაფერში რაც 2025 წელს გამოვიდა. მე მაინტერესებს რა ფინანსურ პრობლემაში არის მისი ქმარი ან თვითონ რომ ანუ უწევს მართლა ყველა პროექტში She works overtime, მაგრამ overtime-იც არის და overtime იმიტომ რომ ყველა ფილმში არის რაც კი კინოში გამოსულა, ყოველ მესამე ფილმში არის Nicole Kidman. და მე მაინტერესებს აი როგორ ხდება რომ მისი მენეჯერი ხარ და როგორ უნდა ასკიაჯულა ყველაფერი. კიდევ კარგი რომ თხოვდეს, ანუ მართლა როგორ მე ხალხო თვეში რომ ორი აქტივობა მაქვს, ყველა პონჩი ერთმანეთს ემთხოვა და თავის მოკლა მინდა ხო შეიძლება რომ გადანაწილდეს ერთი 10-ში იყოს მეორე 20-ში, არა, ორივე 13-ში იქნება. ყოველთვის ეგრე არ ხდება, აი ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში ერთმანეთს ემთხოვა. და Nicole Kidman-ის ცხოვრებაში ამდენი ფილმის არახება არაფერი. მაგრამ თან იცი რა განსხვავება ჩემსა და Nicole Kidman-ს არის? Nicole Kidman-ს ხვები არ უმთხოვენ და მე ყოველს წიხლობ. Exactly. და თან გადავა რა თქმა უნდა არა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით რომ ანუ ერთი 15 როლს ხო წელიწადში თამაშობს 15 როლში ნუ ფაქტობრივად ყველა ერთმანეთს გავს. მაგრამ ყველგან ხომ თავი როლში ანუ ყველგან ძალიან დიდი screen time აქვს და თან ბევრი დასაზაპირებელი. შენ მაგას ვის რა ადარდებს რომ ამის დაჟე პირება უჭი. არა, მაგრამ მეორე სეზონი ძალიან კარგი არის 9 Perfect
ისე არასდროს მიფიქრია რომ სამსახიობო ის გაგეკხოდი რომ ანუ იმენ არ მოლაპარაკო თუ რა ანუ Nine Perfect Strangers მე არის ისე მართლა ძალიან თესლი არის ხალხო იმიტომ რომ ავსტრიაში არის თუ რაღაც და ეგ ხოდი იმენა წარმევასება და ეგ არის ვითომ რაღაც აი ძალიან fancy resort და მან ხდება სარენ და პერსონაჟები ძალიან საყურებელია და შენ ძალიან მოგეწონება ვაფშე მართლა ვუყურებ პირველიც მოგეწონება რა მისეთია რომანტიკა არა რომანტიკაზე კი არ არის იმაზე არის საუბარი რომ ეს Nicole Kidman არის ვიღაც რუსი ცოტა შეშლილი ქალი რომელმაც მოიფიქრა რაღაც ახალი psychotherapy-ის რაღაც ახალი ხოდი და ანუ ამ she drugs these people და მე რაღაც ამ თერაპიას უტარებს თუ რაღაც რა ნუ აი იმენა საინტერესო არის უყურე Steam. მინდა დავიწყოთ პირდაპირ დიდი ამბით მეგობრებო და ჩვენი საყვარელი Hailey Bieber. პრესტა ორი სიტყვა მინდა ვთქვა, რამდენად აღფრთოვანებული ვარ ამ გოგოთი, რომ თავის კომპანია Rode გაყიდა 1 მილიარდად. ხალხო 1 მილიარდი წარმოგვიდგენია რამდენია და მაშინ როცა ის Makeup by Mario რო არის თუ იცით აი Kim Kardashian-ის makeup artist ხო აქვს თავისი ბრენდი ძალიან დიდი ხანია ეგ ბრენდი მარკეტზე არა ეგეც იყიდება ამდენ ხანი და არავინ ყიდულობს და იყიდება არ ვიცოდე ხო არ ვიყიდოთ Let's do that. Let's fucking do that. და Hailey says Rode აქვს 3 წელიანი 2022 წელს დაარსდა. რაღაც 16 პროდუქტი აქვს მე მგონი. ერთი არის lip liner, რომელსაც მთელმა მსოფლიომ დააჯვა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი იყო. და გოგომ 1 მილიარდად გაყიდა და Chief Creative Officer იქნება კომპანიის. მოგონი სამსახური ძალიან. ანუ აი მაგროლზე იმენა შენ წარმომიდგენი ხარ რა you will thrive. I know, it's like pretty much doing nothing. ხუმრო ფალხა. არა, სხვა შართულია თუ მართლა გააკეთებ ამას, მაგრამ ხო ვიცით ახლა მან რა პატი. მაგრამ good for her. Good for fucking her 1 მილიარდი. That is a lot of money. თან ანუ იმის გათვალისწინებით რომ ბრენდი ჩამოყალიბ და 2 წლის წინ 3 მაგრამ ნუ ხო 3 ანუ legacy brand არც არის გოგოები ბიზნესში მოკლედ ფეხს იკიდა მე მეორე თემა რაც ძალიან გახმოვდა და შენი აზრი მაინტერესებს როგორც კაცის მიდი Sydney Sweeney-მ გამოუφა კოლაბორაცია საპონთან შენს გონდა კოლაბორაცია საპონთან ხალხო აი საპონი არის რომელიც ამოვლებულია Sydney Sweeney-ის ნაბანავებს წყალში What do we think about that? საშინლად გაცებული რა ვიყავი ღამის 2 საათია თუ რაღაც გიჟევ სკროლ TikTok-ს ნახევრად ვიაზრებ ინფორმაციას და ვხვდება ზუსტად ეგ TikTok-ი რა რომ Sydney Sweeney უშავს bath water და მოგინდა უცებანაობა? ორი დღის უბანავი ვარ და არა და ანუ ხო ვიცი აი როცა უკვე ნახევრად გძინავს ნახევრად გვიძავს აი მაგ თემაში გავიაზრე და იმ მაშინაც გავიაზრე რომ სალაპარაკო თემა იყო მაგრამ აი დღემდე აი არც და მირესერჩებია თავიდან რასაკვირველია და I don't give a fuck მაგრამ იმენა მეგონა რომ AM მოიგონა ან ვიღაცა freak მოიგონა რომ ანუ ხო იცი აი თავისი weird fantasy რო არის რომ აი უნდა რომ Sydney Sweeney-ის bath water დალიოს იმენა კოლისა და ვიღაცა კომენტარში წერდა რომ რაც კაცებს აიძულებს რომ იბანაოსო დაეგიყოს მაგრამ მართლა გულისამრე აი პრესტა ვიღაცა მივიდა Sydney-სთან ამ იდეით რომ მოდი რაღაცა იცი რას მახსენებს ის ფილმი რო იყო Jacob Elordi აი არო ის ლოკაუს რაღაცა იმაგის ასოციაციისკენ წავედი საიდან არ ვიცი რა ნაბანავებს ყალზე გამახსენდა მაგრამ ანუ აი მართლა საშინელება ანუ ის არ გახ ერთი წამი ყოფს ხელს Sydney Sweeney ამითი ქალების რას რაღაცას ნუ Sydney Sweeney ფემინიზმით ნახდარ გამოირჩევა ამიტომ she better ანუ აი რაღაცაირად უკან გვწევს ყველას რომ კიდე სექსუალიზება მოხდეს ქალების აი ნაბანავები წყალი what the fuck Sydney ერთი წამი ისე რა გახსოვს 2018-ში თუ რაღაც სტრიმერი გოგოები Twitch-ზე გეიმერები არა რომ ყიდნენ თავიანთ bath waters ანუ ეგ თემა უკვე არსებობს ანუ ეს ანუ კოდ დაჯმულია მაგ თემაზე და ეს მაინც ესე იგი bath waters ყიდნენ თავიანთ ნერწყვს ყიდნენ არა ზოგიერთი ყიდდა თავიანთ yes and people would buy that fucking shit ხმერთა ხალხი ფულს რითი აკეთებს და მე მაგრამ მე რა მაინტერესებს იცი აი წარმოიდგინე ძალიან დიდი აუზი არის Sydney Sweeney ჩახტა ერთი წამით მე რა ამოტუმბეს ეგ წყალი და მე როგორ ხდება ყველაფერი ანუ somebody needs to fact check that მე მაინტერესებს შეიძლება რომ საერთოდ ეს არის ადებილებენ ხალხს და არც არის მაგრამ ხო თუ რაღაც აი ხო აი იმაში მიდის რა ქვია საუნაში ოფს გამოწურავენ და ესე ჩააწვეთავენ საშინელება girl why did you do that მაგრამ მე მომენტი მესმის თუ აი რაღაც კემპი რაღაც ისეთი ხო იცი აი ღადაობის თემა არის მაშინ კიდე რაღაც არ არის ღადაობა აი მეტა ირონიული თუ არის ჩემს it's fun
მე ეგრე უნდა დაამარკეტო თუ ირონიულია და არავინ არ შეწუხებულა მაგით. ირონია შენ უნდა გაიაზრო მე ხდა. No honey. მაგრამ არ ვიცი ხო რაღაც მომენტ ცოტა sketchy არის. ძალიან უცნაური არის. მაგრამ ალბათ ძალიან მაგრად გადავხადეს. Okay. Would you do that? Yeah, I would. What about you? Of course. აი რამდენად ხდებოდა? Sydney Sweeney-ის დონის პოპულარული რო იყო არ ვიზამდე. მომენტ იასნი არ მეღებს. აი ხა ჩვენი დონის. ჩვენი დონის არავინ როცა ხარ მას შეიძლება ქნა. შემდეგ თემაზე მე მინდა რომ ვისაუბრო, ალბათ ყველა შეამჩნევდით, ჯერ საქართველოში არსებობს ლოკიდო კარგია ტრენდი ლაბუბუები. Oh my, ანუ დედას ვიცარ მეც ქონა მაგ. შენ გეწერა ხა? ლაბუბუ. What the fuck? აი ესე მოვყვეთ ვინ არიან ლაბუბუები? არის ვიღაც ერთი და research oh my fucking god. იმიტომ რომ ლაბუბუები ძალიან დიდი ხანია ვიცი. აი მე ესენია. არა, მე იმენა გავიგე 2 კვირის წინ. ლაბუბუები არის ერთი ტიპის მოგონილი პერსონაჟი, რომელიც გადააკეთეს სათამაშოდ და თუ იცით პოპ მარტი, აი ევროპაში როცა მოგზაურობ, ეგ სათამაშოების მაღაზია, ანუ იმენას ლურიგები დგას. ყოველთვის რიგები დგას, მაგრამ მე ვარ ერთხელ ვიყავით, იმიტომ რომ მე შეკათრიე, მაგრამ მე იმიტომ რომ მე მაქვს იმის მიდრეკილება კოლექციონერება მიყვარს. ლეგოები რა იყო? არა. არა, სხვა რაღაცა იყო. შეიძლება სხვა მეგობარი შევათრიე. Okay, fuck you. არა, პარიზში ვიყავით და მე შეკათრიე იმ სნამოს მაღაზიის მერე უეჭველი გახსოვს. რაღაცა პატარა სათამაშოები. ეგ არის პოპ მარტი. ვიღაც კაცი არის ჰონკონგიდან და 2015 წელს დააარსა ეს კომპანია და 2015-დან კეთდება აი ეს სათამაშოები, მაგრამ ყველას წიხსა ეკიდა რა თქმა უნდა და უცებ Black Pink-ის ლისამ დაიჭირა ხელში. ასე იავნანა ჩაატარა და ეგრევე ამოყიდულია ყველგან იასნია. ხმართ ამხელა influence რო გაკ illegal influence, illegal level of influence. მე მგონი ღირს $16 თუ რაღაც. ხო და მაგაზე უნდა მელაპარაკა, იმიტომ რომ ძალიან დიდი თემა არის TikTok-ზე ლაფუფუ, ანუ fake ლაბუბუ და ლაბუბუ და მეთქი $16 სათამაშოს ტრაკი გვაქვს ალბათ ხო for ანუ რატო მაგრამ რაღაცა ისეც აკეთებენ რომ აი რთულად ხალმის როგორც Hermes-ი ეგეთი რომ აი კი იაფია ეს მართალია მაგრამ ყველა ვერ ყიდულობს და რაღაც ლიმიტირებული ოდენობა მე რა მომენტ ჩამიჭრეს იცი აი რო არიცი შიგნით რაფერი ლაბუბუ დავს აი ზუსტად აი ესენი რა მაქვს ვუყურებ რომ გახსნიან რომ აი შიგნით რაფერი იქნება და მეც მინდა და არ დავიკიდებ ეგ არის ყველაფერი მეგობრებო აზარტი ანუ ეგრე იწყება gambling addiction მაგრამ მე მაქვს აი ეს ვაუ პირველად გადავითი მეგობრებო აი ესენი თუ იცით არიციან ფოტოჩას ესენი თუ იცით მოკლედ ამათი კოლექცია მაქვს და აქაც როცა მოდის ყუთში ანუ არიცი რომელია მოგივა ეგ მანდ იყიდება ეგეც პოპ მარტში იყიდება კი მაგრამ აი რა კატეგორია ხართ ხალხი რა აი იცით სათამაშოების მაღაზიაში ხო მაგრამ მე მინდა სტეიტმენტი გავაკეთო მე იშვიათად ვაკეთებ სტეიტმენტებს მეგობრებო მაგრამ ლაბუბუ ჩანთებზე და ლაბუბუზე ესეთი ობსესია როცა ხარ 15+ არის embarrassing 20 არა არა it's embarrassing დაუტოვე 12 წელს ბავშვებს სათამაშოები ანუ it's embarrassing მართლა ანუ 15 ლაბუბუს რო ჩამოიკიდებ ჩანთაზე მართლა Hermes-ის ბირკინზე I don't know მაგრამ რაღაცა აი ხო ხდები ყოველთვის არის რაღაცა რო წამოვა და ყველა იტაცებს და ამ მომენტში უბრალოდ ეგ არის გაივლის რა დაჟე ვფიქრობდი თოკები ხარ მაყიდა მეთქი პოპ მარტის მაგრამ აი მგონია რომ ერთი 5 წამში გადაივლის ეს ყველაფერი I know business reels-ებზე ხარ გადასული Business Insider უცებ დაეშვი რუბრიკა იშოვე რამე ფული იმ საკებით რამდენი არანაირი ინფორმაცია არ აქვს $20 მაგრამ he's getting there ხო და ჯერჯერობით საქართველოში არ შემოსულა ეს ტრენდი ამიტომ ველოდებით მეგობრებო მაგრამ თუ დაინახავთ რომ აი ბიზნეს იდეა ეხლა ჩვენ რო ეგენი შემოვიტანოთ ბაზარი არა მოდი დავაი მე მყავს მილანში ტიპი მარტო მასტავში კი მოიცა მილანში მილანური არის ეგ მაღაზია არა ნუ ჩეინი არის პოპ მარტი არ გვაქვს საქართველოში და რა ვქნათ ხალხა ვისაც ფული გაქვთ დავაი დატრიალდით და ჩვენ კათი გვინდა 10% იდეისთვის ურთულესი იდეისთვის. მაგრამ მომენტ ეგრე შოლობს თბილისში ხალხი ფულს, so are we shocked? მოკლედ კიდევ ერთი ძალიან დიდი ცალაპარაკი თემა tech სფეროში იყო მეგობრებო VO3 by Google AI ახალი AI მოდელი გამოუშვა Google-მა. Gemini ხო აქ? არა, Gemini არის ChatGPT-ის ავით, მაგრამ ეს VO3 თუ სწორად ვამბობ VEO3
არის ვიდეო გენერირებისთვის გაკეთებული ეს ხელოვნური ინტელექტი და აქვს იმენა შეგეშინდება რომ ნახო რა შეუძლია რომ გაკეთოს. კეთის ვიდეოც მაგ პროგრამით იყო გაკეთებული? რომელი ვიდეო კეთის? შენ რა ჩამიგდა ინგლისურად რო ელაპარაკობდა? ეგ არ ვიცი ხო შენ. People don't trust you anymore. People won't come to you anymore. And with your arrogant attitude, you've already driven yourselves into a hole. You didn't take anything away from Ketty. Ketty will have her apartment and her child will be by her side. ხალხო, დავითი მიგდებს, როგორია ეგ გოგჩა? გოგჩა ნაღდად არ არის. კეთი დაუჩარო არიან, მაგ სკოლის კეთი. არის ვიდეო, ოღონდ მართლა ძალიან თესლად გაკეთებული არის, რომ ინგლისურად ბაზრობს. თან აიცით რა, მაგრამ რომ თავის თავზე რაღაცას ყვება. აქცენტით თან. ეს მიგდებს, ან როგორც კი გახსნა ვიდეო, ხო, ეგრევე მე გამომიშვა და მე როგორც ქრონიკულად ონლაინ ადამიანი ეგრევე გავხსენი და ამას შეხედავ და მართლა სერიოზულად მწერს რა. და ანუ მეც ვუყურებ და მეთქი ანუ პონტი არ არის. არ დავიჯერე, იმიტომ რომ გამორიცხულია, ხო? მაგრამ ამან დაიჯერე და მოიტყუ და ეტალახან. აი, უნდა ჩასვა გეხვეწები ეს ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან გაიგებულია და მაგას თუ ეგ პროგრამა აკეთებს. აი შეხედე. What do you think about the idea that we're just a bunch of prompts? If I'm generated from a prompt, how come I don't have 6 fingers? Some people say we're just AI created via some simple prompts. Thoughts? If I'm just a prompt, mine clearly said add anxiety and a caffeine addiction. რაღაცა ეთყობა რომ AI-ია ცოტა. იმიტომ რომ იმენა გითხარი რომ AI არის და I don't know. შეიძლება მე ანუ მეშინე იმიტომ რომ it's only 2025 you guys და აი 2030-ში რა AI გვექნება უკვე მეშინია. მე მგონი რაღაც სერიოზულ კანონებს შემოიღებენ ვის აქვს უფლება AI-სთან კონდეს თომა და ვის არა. იმედია მე ვიქნები იმათ შორის ვისაც აქვს ეს უფლება. არა ანუ აი to a certain level ან რა ხარისხის AI-ზე შეგიძლია რომ კონდეს თომა. AI-ზე არ გამახსენდა, მაგრამ ისე მაწუხებს და მე რა თქმა უნდა ხალხო Call Her Daddy პოდკასტი თუ იცით. მე ვარ OG fan და აი ეს რითიც იწყება რასაც გაუჩერებ პოპულარებ ხოლმე ინტრო. ხალხო გიჟდები მაგ პოდკასტის ინტროზე და ვინმე რამე შემოგთავაზეთ ეგეთი, იმიტომ რომ I would pay a lot of money for that kind of intro. How much? 25 ლარს გადავიხდი. და მან ყავდა სტუმრად Ace Family იცი? კი როგორ არა? მე ანუ family YouTuber-ები და YouTube კონტენტი არ იყო არასდროს ჩემი თემა. ჩემთვის იყო Bertaily თუ იცი? არა, მაგრამ იცი, ხო და აქ ეს გოგო ამბობს, რომ ჩვენო ვიყავით ერთ-ერთი პირველებიო, ვინც დაიწყო ეს თემა და დაიწყეს 2018 წელს. Biggest bullshit, იმიტომ რომ მე როგორც OG YouTube fan, სოლოს რო უყურებდი, ყავდა მეგობარი ოჯახის Connie Jolis. და ანუ 2012-ში უყურებდი, ეგენი იღებდნენ family. ზუსტად ეგრე უყურებდი მე Bertaily-ს ანუ. ხო, და ანუ რატო უნდათ რომ მოიპარონ ეს რაღაცა რომ ჩვენ დავიწყეთ, არ დავუწყეთ, მაგრამ სხვა level-ზე აიყვანეს, იმიტომ რომ აი ძალიან პოპულარულები იყვნენ. ხო, მაგრამ აი კარგი level იყო თუ არა? აი Data Pizza არც ერთი ვიდეო არ მაქვს დანახი, აი. And I'm so proud. თვითონ დამადგე, იმენ არც ერთი ვიდეო არ მაქვს დანახი, მაგრამ აი ხალხები სულ რო გესმის რა, აი სულ მესმოდნენ და სულ ხედავდი. სულ მეგოიმებოდა, სულ ძალიან მეგოიმებოდა აი კონტენტი. Sorry. არ მგონია ხო ვინმე რო უყურებს like Ace Family's That's okay. That is not okay. Get some help. ხო და ძალიან I'm sorry. Wow. ეს გოგო იყო მოკლედ Alex Cooper-თან და ლაპარაკობდა რომ ამ ბიჭმა კაროჩე უვალა და სამი შვილი ყავთ და ის ბიჭი ღალატობდა და ანუ ეს გოგო ამბობს რომ მე 5 წელიო ბავშვებს ძუძუს ვაჭმევდიო და ესა სადღაც წავიდაო მე მითხავ რომ მაიამიში უნდა წავიდე საქმეზაო და რა თქმა უნდა არც მიკითხავსო არაფერია იმიტომ რომ ყველაფერზე გაკეთებდაო editing-სო ვიდეოებისასო და ძალიან ბევრი შრომა მიდიოდაო და მეც მაგიტო გიტარებ ბევრ ამას იმიტომ რომ შენი ბევრი შრომა მე გუნდა მაგრამ მადაუფა იმ გოგო მიიქ. ხო. შენ არ დაუშვა, შენ თუ ეს. და წავიდაო და არ ეჭვიც არ შემიტანიაო მაგაშია და იქო რო მირეკავდაო ძალიან ხშირადო რა იქიდან და ეჭვი შემქონაო რა აი რატომ მირეკავ ეს ხშირად და ნუ საეჭვო იყო უკვე ეგ იმიტომ რომ რაღაცას კაცი რო წაშავა. მაიამიში. შენც რო აშავებ ხოლმე რაღაც. და კაროჩე აღმოჩნდა რომ ჯერ კიდევ იქიდან ღალატობდა და ამან როცა გაიგო რომ ღალატობდა იყო რომ თავის მეორე შულს პირველად რო ჭირდნენ თმას და მესამე შულზე ეს უკვე იყო ორსულად რომ ტელეფონი დამიჯდა უყურე მაგ ვიდეოს მე 2 საათიანს უყურე მე 2 საათიანს უყურე Really? მართლა
გეუბნები გონი საათი და 10 წუთია, მაგრამ გაცილებული რო ვიყავი, ხალხო საქმე მართლა არ მქონდა და აი. კაროჩე ამ ტიპისთვის გამოურთმევია ტელეფონი და დაუნახავს რომ ვიღაც გოგო მოწერა რომ შენ კინოშიო დევინახე როგორ მოვიდა ეგ დიდი მესიჯი. ხო, ისე რაღაც კაი მოსაუბრე გოგჩა იყო არა? ძალიან, მაგრამ მეთქი იცი girl, give me more. მაგრამ როგორ თემა იყო, იცი, ისე კარგად ლაპარაკობდა, რომ აი ალბათ ერთი 10,000 ჯერ ქონდა გამეორებული რა უნდა თქვა. As she fucking should. ხოდა იცი რა კომენტარი წავიკითხე. ქმარს რა ქვია, გახსოვს? არა კაროჩე ქმარი ეწერა ქმარის სახელი is preparing his answer on Snapchat. და მაგაზე ისე გამეცინა, იმიტომ რომ Snapchat-ზე არის ეგ ტიპი ძალიან გაკაჭული out of all the fucking social media platforms. ეგ ტიპია გაკეთებული. ხო, ანუ რაღაც კონტრაქტი აქვს Snapchat-თან. ამერიკაში თემა არის Snapchat-ი, მე მგონი დღემდე და მგონი უკვე გაიმობა. ხო და მოკლედ მან დაინახა რომ ღალატობს და წავედით სახშია მეო ჩემშულებთანო არ ამიტეხავს ამბავიო. კიდევ კაი. მე იმენა იქვე რო კონცერტ ჩავატარებდი ხალხო და მაგის ტელეფონია ცხოვრებაში არასდროს არ მქონდა აღებულიო რა. მინდა რომ აქ გავჩერდეთ 2 წუთი. მიდე. ხო. ანუ როგორ შეიძლება რომ ვინმესთან ერთად იყო და ტელეფონი არ გაჩიჩქნო. ანუ მე არ ვიცი, ალბათ ჩემშია პრობლემა. 5 წლის რო ვიყავი, ჩემ მეზობლის ტელეფონსაც ჩიჩქნიდი ხალხო და აღმოუჩინე რავი რაღაცაები. ანუ ჩვევა მაგ, რომ ყოველს ტელეფონს ჩიჩქნი თუ საშუალება ჩამევარ და You have trust issues. არა და ანუ მართლა არ უნდა მქონდეს issues. უბრალოდ თის ვეძებ ცხოვრებაში, აი დრამას ვეძებ და ჭორს. აი მაგის გამო თორე ის კი არა ვიღაცას მოუტყუები. რაღაც void გაქვს, რასაც ვერ იკმაყოფილებ. ძალიან ბევრჯერ აღმომიჩენია ხალხო. ერთ პერიოდი მქონდა, რომ ჩემი დაქალი დაქალობდა სხვებთან ერთად, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის. და ამ გოგოს მეთქი Facebook-ი უნდა გავუტეხო რა. ხო და ადრე უფრო მარტივად ხდებოდა, არ ვიცი როგორ, მაგრამ მეილს რო ჩაწერდი, კოდი მოგდიოდა, მაგრამ რანაირად უნდა შევსულიყავი, მართლა ვერ ხსნი, მაგრამ ისე მეთქი თითქო პროსტა გვარი ჩავწერე იმ ბავშვის რა და შევედი, ანუ აი ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ცხოვრებისეული, შევედი და წავიკითხე ამათი ჩატი ჩემზე. ანუ აი ყოველთვის ხალხო აი რაღაცას რო ვეძებ და რო ეგეთი რაღაც არ გირჩევნია რომ არ მირჩევნი, აი ყოველთვის ვიღაცის ტელეფონს რა ვიღებ, ისაც ოდნავ მაინც არ ვენდობი, ეგრავე ჩემს სახელს სერჩავ რა, ანა და რასაც ამოაგდებს და მოდის და მაგაში არ გაგიმართლა. აი რამდენი იმენა მაჯმა. არა. ანუ ყოველთვის რელევანტური ვარ ხოლმე დაჯმაში, იმენა კარგად მაჯავენ. და ანუ ერთი 10 შემთხვევა მაინც მქონია, რომ ვიღაცის ტელეფონი გამიჩიჩქნია და ხედავ რომ ჩემზე ცუდს ამბობენ. ერთი კითხვა მაქვს. ხოთა შორის ტრაუმულია ცოტა. მოსმის პოც მაგრამ შენ მაშინ stop it. Yeah, ანუ self sabotage. მაგრამ მე რამე ჩემი ტელეფონი გაგიჩიჩქნავს. Be real. კი. მარა შენ ტელეფონი გავიჩიჩქნეს სხვა რაღაცის გამო. ჩემი სახელი არ დამისერჩავს. ერთი წამი. თქვარის გამო? არა, ერთი წამი, ჯერ არა, ერთი წამი. მე მაინტერესებს სად მოხდა? პარიზში. ერთი წამი პარიზი. ვიცი როდის გამიჩიჩქნე? როდის? როცა მეძინა. ხალხო, ოღონდ როგორ გამიჩიჩქნე გაინტერესებთ? ეგ TikTok-ი შეიძლება რომ დავაჩვენო თუ არა? არა, საშუალოდ პიჟამოები მაქვს. ხალხო. მგონი ამაზე ვილაპარაკეთ უკვე, მაგრამ ანუ ხელში მეჭირა TikTok-ი ისე ჩამეძინა და ანამ ჩემ წინ გადაიხო TikTok, მაგრამ მე მეგონა რომ მან დამთავრდა ისტორია და როგორც პატიოსანი გოგო გათიშა ტელეფონი და დამაძინა. ანუ ოღონდ შენ შემთხვევაში ანა არ დამისარჩავს, იმიტომ რომ მაგდონეზე გენდობი რომ ჩემს ცუც არ ამოპრის და რაღაც სხვა მაინტერესებდა იმ მომენტში შენზე და რასაც შენ არ მეუნებოდი და ნახე. რა იყო? Should I tell you? მითხარი თუ არ და რაღაც პერიოდი დავითი არ მეუნებოდა თავის ხელფას. ყველაზე random. და მეთქი იუბე. ახლა იცით როგორ ის კი არა რომ აი არ გეტყვი რამდენი მაქვს, მაგრამ მე რო ესე ღიად ლაპარაკობდი, ეს არ ლაპარაკობდა. მეთქი შებოზო პროსტა. ბიზნეს ეთიკა. ხა და მანდ ნახე. და როგორ გარკვე? სოლო ჩავწერე და მოსული მესიჯი. და ჩარიცხვა. ყველაფერი იყო გასავალი, ერთი შემოსავალი ქონდა. ოღონდ ძალიან დიდია სკოლა მოგიწევდა, სანამ მიხვიდა და ხა და ანუ მე ეგ მჭირს, ანუ ვინც ეგრე არ ხალა. ალბათ ჩემშია პრობლემა, შეიძლება არ არის კარგი, მაგრამ ძალიან კარგი ისტორია არის ამჯერა.
მაგრამ აი ყოველთვის შეჩქნი ყოველს ტელეფონს რა გავაკეთო და ის რო ქმარი ყავდეს, ანუ ქმარი რომ ყავდეს. ხალხო ყველაფერი მეცადინება, აი ტელეფონში ვინ გამოჩენილა, რამდენი ადამიანის ფოტო აქვს, ყველაფერი მეცადინება და what the fuck. და მართლა არ მაქვს რა Screen time analytica. ყველაფერი მეცადინება და გოგომ ცხოვრებაში არ ამიღიაო მაგის ტელეფონი, აი მან იმსახურებ, okay? გიღალატან. როცა აი ესე მიუφებ კაცს და კაცები არ უნდა მიუφარ. ჩვენმა გამომწერებმა ყველა მხოლოდ გვწერა მაგაზე უნდა ისაუბროთ Wizardly-ს როგორ უღალატა Landon-მა. Wow! Oh my god, ხალხო პირველი ისტორია არის, სადაც ორივე სახელი ვიცით? ოღონდ ისტორიის შესახებ. ჩაინიშნეთ. ისტორიის შესახებ მართლა არაფერი არ ვიცი, ამიტომ ანას ვუთმობ. გენერატი ხარ. ხალხო ყველა მიცის მე მგონი და შენც იცი დარწმუნებული ვარ ეს გოგო არის რომ მუდმივად ქადაგებს ქალის როლზე და აი როგორ არ უნდა დაისვა თავზე კაცი და რაღაც კაცები რო ეს უნდა იყვნენ და ეს უნდა მოგცენ და ასე შემდეგ და ანუ აი რაღაც აიკონიკ გოგო არის რომ მე და ჩემი და ქალი სუგდებდით ხოლმე რომ აი რასაც ანუ აქამდე იცოდე ხო ვიცოდი მაგრამ ისე ფანი ახლა არ ყოფილვარ. ხო და ნუ რა აღმოჩნდა? ესენი ლონდონში ყოფილან დასასვენებლად. და ანუ Snapchat-ზე გავუკეთებია რაღაც fake account-ი და წერდა ვიღაც გოგოებს რა. ვიღაც გოგოს კონკრეტული სკრინები გვაქვს რა. ვითომ შემხვდიო და ის გოგონება შეხო ცოლი ყავსო და არაო ჩვენა ეგეთი ურთიერთობა არ გვაქვსო რა. და ვითომ ცოლი არ არისო თუ რაღაც და მე ეს გოგო უგდებს სკრინს დედოფალი რომ აი ბეჭედი რო გიგეთიო ამ ვიდეოშიო. და ვითომ live შემხვდიო და განეხებო რა როგორც არის და ბეჭედს. ვაფშე მოგცემა. და ის გოგო ძალიან აწყვება რა რომ შეხო ცოლი ყავსო და რაღაც. და მე ამ გოგოს დაქალმა ჩაუგდო ამლის სკრინები დედოფალი რა ესა და ის ეგრევე გამოვარდა Instagram-ზე დადო რომ ესეთ რაღაც მოხდა მე 4 თვის ორსული ვარ რომ ორსული ყოფილა და თან იქამდე არ ქონდა ანუ ესე მოუწია რომ განეცხადებინა თან საფლიოსთვის და პრობლემა დამუღამე რა შეა რაში Snapchat-ში მე მგონა ორსულობ Snapchat-ი უნდა აიკრძალოს ცოჩი და ანუ ძალიან უსამართლობა არის და მე რაღაც ნაწყვეტს უყურე არ ვიცი ალბათ ეს ლიზი იყო რომელიღაც პოდკასტში რა ისაო ჩემ მეგობრებია ყველა მეუბნებოდნენ რომ ვითომ არ არისო რა შენი დონისო და მაგრამ მე ვხედავდი რომ out of your league ხო მე ვხედავდი რომ ძალიან წარმატებული არისო და ძალიან მანიფესტირება შეუძლიაო რაღაცაებისო მაგრამ აი მე რომ ჩემი ენერგიაო მოვაკელიო ანუ აი როცა უკვე დაშორდნენ თუ იმ ბიჭმა რომ უღალატა ანუ აღარავინ აღარ დარჩაო რა ანუ კაცებსო ჩვენო ქალები უქმნითო იმადო რაც არიან და მართლა ეგრე არის აი ვიღაც კაცები რო დაიწყებენ გოგოებთან შეხვედრას აი შეყარებული ვიღაცას რო ყავს იმენა ეთყობა იმიტომ რომ აი რაღაც უფრო დახვეწილი არის ერთი მაგალითი ვიცით просто არ ვიტყვით ვინ tell me სუეჩი და რას უკეთებს საფასხოთ აბა deeper than that მაგრამ ყოველთვის ეგრე ხდება და აი გოგო ძალიან იშვიათად მინახავს რომ შეყარებულმა რაღაც უკეთესობისკენ შეცვალა რამე ნუ იგივე რჩება საუკეთესო შემთხვევაში რა და ძალიან შემეცოდა ანუ მართლა არავინ არ იმსახურებს ეგეთ მოპყრობას მაგრამ აი ჯობია რომ ეხლა გიღალატოს ვიდრე აი 15 წლის მაგრამ yeah better late than never იმენა ბერჭდება იმაში რაც თქვი მაგრამ thank you for helping better late than never ხოდა late არ არის თქო მაგას ვამბობ. ნუ რა 4 თვის არ სულად არის და აბორტს ვერ გაიკეთებს. წარმოიდგინე ხა 3 წლის ურთიერთობა რო გაქვს ჩემი აზრით უფრო მარტივი გადასახარშია ვიდრე აი 20 წელი რო გასასთან ხარ და რო გიღალატებს. და დაჟე 20 წელი როცა ხარ ურთიერთობა შეიძლება ვაფშე არც დაშორდე მე მაგ რაღაცის გამო. ყოფილა ეგეთ სიტუაციები. ხო, შეიძლება ყოველფერი საქართველოში იმენა ყოფილა რა ვიცი. სულ ხდება საქართველოში მე მგონი ეგ არის პრაქტიკა. საქართველოში ტაბუ არის ვაფშე დაშორება პირიქით ვიდრე და მთელი საქართველო როგორი ჩართული იყო ამ ლიზის ამბებში ანუ ჩვეულებრივად ისტორია იყო ყველა არეპოსტებდა ანუ ძალიან შევდივარ ცხვის მდგომარეობებში და ძალიან ვაფასებ მე ამას ქართულ ერში სოლიდარობა period და მადლობა მეგობრებო ეგ ტოპიკი რო შემოთავაზეთ რომ ძალიან სოლიდარულები ვართ კი მაგრამ მგონი მეტი არც არის ამ თემაზე სასაუბრო მარა ეგეც გვინდა რომ დავამატოთ სანამ დავიწყებდით ამ პოდკასტის ჩაწერას ზუსტად 40 წუთი ვცდილობდით რომ ჩაგვეწერა TikTok-ი და ვაცხადებთ დავაკეთებთ statement. ხო, იცით როგორ მეჩქარება? ეხა სახში რო წავალ აქედან
ნახევარ საათში ჩალაგებული პარკი არ მაქვს, უნდა წავიდა აეროპორტში და ამან 40 წუთი მაღებინა TikTok-ი. და სადაც თვითონ იყო მახინჯად, თორემ მე ვიყავი ძალიან კარგი. არა, შეხარ ულამაზესი, ხო იცი? ხო იცი? არა, ამას ამოვჭრე და evil edits გავაკეთებ შენცას. Όλზე ისეთი ამაღელვებელი რაც შეგვხვდა TikTok-ზე ამ კვირაში რა იყო და შენ ჩამიგდა. ხო, ანუ მეგობრობა შეგვხვდა ერთი TikToker-ის, ну, შეიძლება TikToker-ი არ არის. Media personality, ლიკუნას ვიდეო. მიხდა ლიკუნა რო დაიწყო, აზე მიხდა რომ გვარი არიწოდა და ლიკუნას. ხოდა შეიძლება გვარი არ უწერია სპეციალურად ჩამომაწმა. მართლა? კი. მაგოგოს ვიდეო. გააპირებთ ისეთ კომპანიას, სადაც თურმე თანამშრომლებს ამუშავებენ 250 ლარზე, 350-ზე, 400-ზე, 450-ზე, 500-ზე, 600-ზე, კვირაში 6-5 დღე, დღეში 12 საათი, 11-10 საათი. და ლაპარაკობს საკმაოდ რელევანტურ თემაზე, რაც არის საქართველოს ბაზარზე ხელფასები და რა მიაჩნია დამსაქმებლებს ნორმად, რაც არის 400-500 ლარი, რაც მართლა დღევანდელ კონტექსტში წარმოუდგენელი არის, განსაკუთრებით თბილისში. რომ 500 ლარად ადამიანმა უნდა იარსებოს. ან იმენა 500 ლარია ხელფასი მართლა ვერ წარმომიდგენია. ვიცი, ჩემ ერთ აქალს 800 ლარია ხელფასი და აი ყოველდღე გუშინ ტაქსიზე ვარ და გონება რომ აი მაისია საკაიფო დავიღეო ხელფასიო რა. ვიგულავო და მეთქი რამდენი და 1100 ლარია და აი გიჟები ვიცინოდით. და თვითონაც მიჩოულია რომ მაგაზე ვღადავთ, მაგრამ ის რო ჩვენ რეალობაში კიდე TikTok-ზე შემხვდა ვიდეო, მე მგონი შენც შეგიგდა რომ ბუკიეს ბახთან დგანენ და აჩერებენ ხალხს, რამდენი არის შენი საოცნებო ხელფასი. მე ხო. ხალხი ამბობს 1500 ლარს. ანუ აი ყველაფერში რომ ეყოს 1500 საჭიროა. Are you fucking kidding me? მართლა არ წარმომიდგენია, მართლა. და ეს მართლა. ბიჭი ინტერვიუერი უნდა თვითონ აი ცოტა 10000-ისკენ გაიწიე რაღაცა თქვი, მაინც რენდომად ამბობ, ხო? არა. ანუ მე მგონია რომ იმ კონტექსტში ვარ ჩარჩენილები, აი 2015-ში რა იყო ნორმა. და 2015-შიც არ მგონია რომ 500 ლარი ყოფილიყო ადამიანური ხელფასი, მაგრამ რაღაც პონჩი იარსებებდი რა და ანუ მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ იცი როგორ თემა არის წაგებაზე არც ერთი კომპანია ჩამოთვლილი ვინც ყავდა ვიდეოში, ანუ არც ერთი არ მიდის რა პირიქით რაღაც ალბათ უთესლეს მოგებასდებს ყოველ წელს. მაგრამ ყოველთვის ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ ეს თუმეტეს სტუდენტები სამწუხაროდ იჩაგრებიან განსაკუთრებით ყავს დაბალი ხელფასი რა გქონია შენ? უფასოდ მიმუშავია internship-ზე. 0 ამიტომ. ეგ არ ითვლება. გას კი არ ითვლება? internship-ი გამიკეთებია მილიონი და რა თქმა უნდა 0 ლარი მოუციეთ, მაგრამ ეხა მე რო თქვა რომ ძალიან dedicated intern ვიყავი თქო არა, იმიტომ რომ რასაც მიხდი იმის შესაბამისი იღებ. ზუსტად. ჩემს ჩართულობას და dedication. ზუსტად მივხვდი რომ internship-იც არასდროს არ უნდა იყოს unpaid. რაც არ უნდა. ეხა შემოვიდა სახელმწიფო სტრუქტურებში ყველა internship არის paid. მაგრამ კერძო სტრუქტურებში ისევ არის unpaid. ხო, კერძო სტრუქტურებში მაგრამ paid რო არის გაინტერესებს, ჩემი და ქალი შემოსავლების სამსახურში მუშაობს. ანუ 6 თვიანი არის, მე მგონი ჩაკეტილია რა, მეტი აღარ შეგიძლია რომ უფასო კერძო ზოგადად internship რო კონდეს და ხო გაუკეთეს 500 ლარი ქონდა ხელფასი, 6 თვე იმენა აწამეს, მე გადაიყვანეს ეგრევე არ ნიშნავენ, მაგიტომ მეზიზღება და გულიმერება სახელმწიფო სამსახურებზე რა. მე კიდე არ ნიშნავდნენ და რაღაც სხვა კონტრაქტზე გადაიყვანეს და 500 ლარად ამუშავეს რაღაც 2 წელი. 2 წელი? წელიდან ნახევარი მე მგონი. ნუ კაი ხო. ხო, მაგრამ ანუ აი სახელმწიფო სამსახური დავით როგორი საშინელება არ წარმოგიდგენია. შენ რო ოფისში მიდიხარ კვირაში 3 დღე და 12 საათზე. ნუ ის პონტი არის რომ აი გვიანობამდე მუშაობ და შეიძლება overtime ხშირად მუშაობ, მაგრამ აი მაინც ცოტა ის გაქვს რა, რომ აი შენს მოთხოვნებს მოაგო და ოდნავ გასაქანი გაქვს. იქ სახელმწიფო სამსახურში არანაირი გასაქანი არ არის. 9-დან 6-მდე ყველა პონჩი ზიხარი იქ. რა სახლიდან მუშაობა, იმენა საშინელებაა, მაგრამ ის რომ რაღაც კომპანიებში კერძო სტრუქტურაში 500 ლარს უხდი ხალხს, რომლებსაც ალბათ არ აქვს სხვა გზა, ხო ეხა მანდ რომ მუშაობენ. აბა რა, ოღონდ თან საუბარი ხალხო როგორ იღებ ამ 700 ლარს, ანუ რას აკეთებ იმისთვის რომ აიღო აქ 700 ლარი და მანდ არის საუბარი იმაზე რომ დღეში მუშაობენ 8 საათზე, მეტს მუშაობენ ისეთ საათებში, რა ვიცი, აი ღამის იმაში სმენა არ მინდა თქვა ღამის სლაში We did it. ღამის სლაში აი განსაკუთრებით მახსენდება სპარი და I'm not going to be fucking afraid to say it. რო სპარში
არ ვიცი აი როდემდე მივა ჩვენი კონსტიტუცია იმ დონემდე რომ რაღაც პონჩი კერძო სექტორსაც აუკრძალოს რომ ანუ არ შეიძლება ბავშვებისთვის ანუ ეგეთი პირობების შექმნა ანუ იმენა ყველაფერი ხო ეგენი არიან რა მოლარე კონსულტანტი, მოლარე ოპერატორი, დამლაგებელი, რაღაც დისტრიბუტორებთან ურთიერთობის მენეჯერი, ყველაფერი ხო ერთი ადამიანი არის და ანუ მართლა ძალიან გული მტკივა. მე იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება რომ მე ის ფაქტი რომ ჩვენი თაობა რომ ადრევე იწყებს მუშაობას, ეგ პირიქით მახარებს, ის მახარებს რომ აი hustling culture გვაქვს და ანუ თუ გვინდა რამის გაკეთება ჩვენით ვახცევთ მაგ ყველაფერს, ეგ ძალიან მომწონს რა, მაგრამ ის ფაქტი რომ ამ ყველაფერს უკვე კომპანიები თავისივე benefit-ისთვის იყენებენ, ეგ უკვე მართლა მაგრამ ანუ იმენა გულისამრევი არის, იმიტომ არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ხელფას $500 ნაკლებს. Period. Love that for me. David the career president that. Love that for me. და აი გოგო ძალიან მოხდილი იყო, არ ვიცი, აი ხვდებით თუ არა ვიზი არის საუბარი. აი ისე ამბობს რომ მე ამას ესე არ დავტოვებ და მეთქი go girl. მე ძალიან მომეწონა რომ მეთქი აი ნუ იმენა შემეშინდა მე რომ ვიყო კალაძე, იმენა შემეშინდა ბელიკუნას. აი მე პირველად დავინახე რომ ადამიანი საუბრობს მართლა ისეთ სოციალურ პრობლემაზე, რაც მართლა ეხება მასას და მართლა არის საჭირო, იმიტომ რომ ვიცით რომ ბოლო პერიოდში პოლიტიკური ამბების გამო მანდ ვართ ფოკუსირებული, მაგრამ ძალიან ამ ყველაფრის გამო ძალიან ბევრი არ ვაქცევთ ყურადღებას თუ რა ხდება კერძო სექტორში რა, რაც ეხება მართლა ყველა ჩვენ ცხოვრებას რა, ეს ინფლაცია, ეს ხელფასები, ანუ ეს ინფლაცია და ხელფასები შეიძლება პოლიტიკასაც ეხება რასაკურველი და კურსს, მაგრამ ანუ რაღაც ყოველთვის უნდა იყოს რა ამ ყველაფერს რეგულირება, ამ ყველაფერს უნდა იყოს რაღაც დონეზე კანონები, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი, კონტროლი. ხო, კონტროლი ყოველთვის. მაგრამ ვინ უნდა გააკონტროლოს? ეგ არის მთავარი პრობლემა. არ ვიცი, მოკლედ ისეთი ნოტაზე გადავედით. Oh my god, ცრემლი მომადგა თვალებზე. ანუ მართლა მინდა ხალხო აი ძალიან გული მტკივა ყოველდღე რომ ღარიბი ქვეყანა არის ჩვენი, იმიტომ რომ მართლა არ მემსახურებთ. იმას არ დავიწყებთ, ძალიან იჭერი ხალხი ვართ, მაგრამ მართლა აი მართლა გვაქვს იმის უნარი რომ კარგად ვიცხოვროთ. უბრალოდ რატო ხდება ყველაფერი? აი უცხოელებს ვისაც ვიცნობ, აი მასებად რო გავიყვანო, აი ჩვენზე კაები მართლა არ არიან. ანუ შეიძლება ანუ აი მოცემულობით ვამბობ რა, აზემოსულობით, რაღაც უნარი. 100% გეთანხმები და მაგაში. და რატო ხდება ესე რომ მაინც ჩვენ ვართ გაჭირვებულები? იცი რა ზემტკია და გული აი გაცვლითებზე რა ვიყავ ხოლმე და რო გეკითხებიან საიდან ხარა და ვიღაცა რო იტალიას იტყვის და ყველა რო იტალია, ვიღაცა საფრანგეთს და მე რო ვიტყვი საქართველოს და zero reaction. ყველას წიხზე ეკიდა და მე რამდენად გაასმაგებულად მიწევდა ჩემი თავის წარმოჩინება რომ დაახლოებით იმად პედესტალთან ავსულიყავი. ანუ ეს მაგრამ ძალიან კარგია რომ ეგრე აკეთებდი. იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა დაიწყოს. ყველა დაინახავდა, მაგრამ ანუ 3 მილიონმა კაცმა რამდენს უნდა დავანახოთ ხო რეალობა, ამიტომ ფული რო ვიშავოთ და პატარა შვეიცარია გავიჩით და თვითონ დაგვინახავ. ზუსტად და ჩვენი თაობა იზავს მაგ ყველაფერს მეგობრებო, მე მჯერა. მაგრამ იცი რა, ერთი ტოპიკს ვიტყვი და მე რა შეგვიძლია მოვრჩათ. აი ამ თემაზე გამახსნა ევროპელ მეგობრებზე რო ვისაუბრეთ, მე მყავს ერთი ევროპელი მეგობარი, შვედი, რომლის მამა არის ქირურგი შვედეთში, ანუ ხვდები რა გაბარიტებზე მოგწაობარი. ხალხო ერთად ვსწავლობდით ამერიკაში და დედა მომიწეს მთელი ერთი წლის განმავლობაში გოგოს წუწუნის მეტი ხო არაფერი არ გავუკეთებია თუ როგორ რთული ცხოვრება აქვს. ხო და მეგობრებო, მოკლედ ამერიკიდან დაბრუნდა შვედეთში და დაიწყო მუშაობა ice cream shop-ში, ერთი ზაფხული. მაგ ზაფხულს გააკეთა უფრო მეტი ფული, ვიდრე მე გავაკეთე ერთი წლის განმავლობაში 3 years in my marketing career. რაღაც ძალიან ტრაუმირებული ხარ ამ ისტორიით. It's okay. Unfair. მიხდი როგორი unfair რა level-ზე გვაქვს საუბარი. მე მაგ ყველაფრის შემდეგ მეგობრებო, რასაკურველია, დაიწყო ახალი ეტაპი მის ცხოვრებაში, რაც ალბათ ყველა პრივილეგიური ევროპელი გადის, რაც არის საკუთარი თავის ძებნა. მინდა, აი, საკუთარი თავის სპონეითით როგორ მინდა ხალხო. I have no idea. ეგ სიტყვები როგორ მინდა რომ ჩემი პირიდან ამოდის, ჯერჯერობით საკუთარ თავს ვაწებ. მაგის ან დროც არ გვაქვს, როცა საკუთარი თავი მოვზებნოთ, we're just surviving. და ამ დროს გოგო თავის მეგობრებთან ერთად მიდის სამხრეთ ამერიკის დასალაშქრად
1 წელი. ძალიან ევასებად სამხრეთ ამერიკაში იმენა. დიდი ხნით მოგზაურობა. განსაკუთრებით აი ჩრდილო ევროპელი. მაგათთვის იმენა ეგზოტიკა არის ყველაფერია. ჩემსაც იქნება ეგზოტიკა. არა, ჩემთვის მაგრამ not like to that level, იმიტომ რომ მაგათთან რა არის? 2 საათიანი მზე, მეტი არაფერი არ ვნახავთ. მოკლედ. chill. აი ქართველებს არ დავაჯვამ, აი უცხოელებს, პრივილეგირებულებს დავაჯვამ, იმიტომ რომ ისინი ხო წონებენ. შენში და ყველაში ვინც ეგრე იქცევა. და დაბრუნდა, რასაკვირველია, ანუ არ ჩაბარა უნივერსიტეტში, იმიტომ რომ who gives a fuck at that point. დაიწყო მუშაობა ჟურნალში. და არის ახლა one of the editors და გადავიდა საცხელობად კოპენჰაგენში, ანუ life upgrade-იც გააკეთა, შვედეთიდან გადავიდა დანიაში. ამერე ყველა დეტალი იცის იმ გოგოს ხორების. არა, იმიტომ რომ მეგობრობ და I love you girl. რა პერესტროს ვერ გაიგებს, რო აიჯვამ. მოკლედ, ჩემი აზრით ჩვენი შვილები შეგვიძლია გავხადოთ ეგეთი პრივილეგირებულები. If we work hard, you guys, if we change our government. And if we demand more. Period. Always demand more because you deserve more. Wow, ანუ TED Talks-ზე გავხდით ჩემი დავითი. ხვალ არა და ზეგ. მადლობა რომ გვიყურებთ მეგობრებო, ჩვენი გეიმინგ ვიდეო როგორ მოგეწონათ. იდეები ჩაგვყარეთ, იმიტომ რომ ვიღაცის ის შემხვდეთ და გისქნიან კიდევ ძალიან კაი იდეა მოგვაწოდეს. და ძალიან გენიოსები ხართ და we'll take it. და კომენტარებსაც ასევე ძალიან მომრავლდება ბოლო პერიოდში კომენტარები და ძალიან საყვარლობა კომენტარებს გვიწევთ მეგობრებო. ერთ-ერთმა დაწერა რა თქვენ რო გიყურებთ დღემინათება და სუსტად იგივე გამახსენდა როგორც მე როგორი დამოკიდებულება აქვს მე ჩემ favorite YouTuber-ებთან და აი ძალიან გვახარებს ეგ ყველაფერი. We read all of the comments, even the bad ones, but we ignore you guys. We do. მე ხანდახან ანუ მე ცოტა ხელები არ მიჩერდება. და მე აცობ როგორ შეიძლება მე გაჩერდი. არ მიწერო. არ დაწერო. დავითის გამოსავალი არის ყოველთვის იგნორი. ჩემი არის კონფრონტაცია. აი ეს განსხვავება არის ჩვენ შორის. მაგრამ მუშაობს რა, ანუ არ უნდა აყო ჰეითერებს და ყოველთვის იქნებიან. მეგობრებო, ვუსურვოთ ანას რომ კარგად გაატაროს დრო სტამბულში. Thanks for watching and see you next week.